სამშვიდობისა კიდევ ერთხელ არგუმენტების პირველ ბლოკში პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება ვიცე-სპიკერი მანენა კობახიძე და უმცირესობის წევრი ლევან ბეჟაშვილი. პირველი შეკითხვა მემექნება ლევან ბეჟაშვილთან. ბატონ ლევან, სამშვიდობისა და დიდი მადლობა რომ ხართ დღეს ჩვენთან ერთად. დიდი მადლობა თქვენინო, მივესალმებით თქვენს ტელემაყურებელს. ბატონ ლევან, დღეს ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა. თქვენი ხელისუფლება, ნაციონალური მოძრაობა დღეს რომ ოპოზიციაში ამის მთავარ მიზეზად სახელდება ის, რომ წინა წლების განმავლობაში, მაშინ როდესაც ქვეყანას მართავდა სწორედ ნაციონალური მოძრაობა, ადამიანის უფლებები უხეშად ირღვეოდა. რა შეგიძლიათ თქვათ დღეს, დღევანდელი გადმოსახედიდან, რა ვითარება იყო ქვეყანაში ამ მიმართულებით მთელი 9 წლის განმავლობაში და რამდენად სამართლიანია ოპოზიციის კრიტიკა, რომ თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ადგილი ჰქონდა ადამიანთა დაშინებას, შანტაჟს და მათ უფლებათა დარღვევის ფაქტებს. ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შეფასება, ასე ვთქვათ, თითოეულ ადამიანს შეიძლება განსხვავებული აზრი ჰქონდეს პერიოდებიდან გამომდინარე. თუ შევადარეთ ბოლო 9 წლის განმავლობაში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობას, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ამ ხრივ რა მდგომარეობა არსებობდა 2004 წლამდე, ანუ ვარდების რევოლუციამდე. მაშინ ჩვენ ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, რომ ადამიანის უფლებათა მდგომარეობა ყველა ფეხის ნაბიჯზე ერღვეოდა, იყო კორუფცია, იყო კრიმინალი და ასე შემდეგ და ქვეყანა პრაქტიკულად კრიმინალური სამყაროს მეშვეობით იმართებოდა. ამიტომ 2004 წლის განმავლობაში და ბოლო ამ წლების განმავლობაში სახელმწიფოს მიმართ იყო სხვა ამოცანა დასმული, კერძოდ უნდა გამკლავებოდა კრიმინალურ სამყაროს, უნდა გამკლავებოდა კორუფციას, სახელმწიფო ინსტიტუტების აღშენებლობა უნდა მომხდარიყო და მე გეთანხმებით და ამ გადმოსახედიდან შეიძლება ვთქვათ, რომ რაღაცა პერიოდის განმავლობაში დასაწყისში ამ სიმკაცრემ, ასე ვთქვათ, გარკვეული შედეგი გამოიღო, თუმცა ეს მკაცრი მიდგომები ცალკეული სფეროების მიმართ გაგრძელდა, რამაც საბოლოოდ უარყოფითი როლი ითამაშა და ჩვენ დღეს ამ კუთხით უკვე ოპოზიციაში ვართ, ამჩეულმა სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღო და დღეს უკვე ჩვენ გვიწევს ამ ახალი ხელისუფლების პირობებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის და დაცვის მდგომარეობის შეფასება. მე ვიტყოდი, რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში ამ კუთხით ვითარება გარკვეული მიმართულებებით გაუმჯობესდა, თუმცა გარკვეული მიმართულებებით ასევე დამძიმდა. გასაგებია ბატონ ლევან, ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვისაუბრებთ, თუმცა მაინტერესებს რა თქმა უნდა რა კუთხით დამძიმდა, რა კუთხით გაუმჯობესდა, თუმცა ამაზე შემდეგ ვისაუბროთ. ბატონ ლევან, აი თქვენ ახსენეთ, რომ მიზანი იყო ადამიანის უფლებების მოგვარება, მას შემდეგ რაც ვარდების რევოლუციის შემდეგ მოვიდა ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში. აი კონკრეტულად აი შავ ლაქებზე, ეგრეთ წოდებულ შავ ლაქებზე რომ ვისაუბრებთ ნაციონალური მოძრაობის, რა იყო ის მთავარი ჩავარდნები ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით თქვენი ხელისუფლების? მე მაგალითად ავიღოთ 2003 წლამდე არსებული მდგომარეობა, თქვენ იცით რა მდგომარეობა იყო იგივე პოლიციის განყოფილებებში, რა მდგომარეობა იყო ციხის დაწესებულებებში, თითოეულ თავარი ამოცანა მოქალაქის, როდესაც პოლიციის განყოფილებაში მოხდებოდა, იყო როგორმე დაეცვა იმ ძალადობისაგან, რომელიც შესაბამის თანამდებობის პირებიდან მოდიოდა დაკავებული პირების მიმართ და თავარი არგუმენტი და თავარი შუამდგომლობა დაცვის და დაკავებული პირის ნათესავების გახდათ ის, რომ არ ეცემათ შესაბამის განყოფილებებში, იყო უამრავი შემთხვევები ასეთი ცემის ფაქტების და ეს იყო ჩვეულებრივი რიგითი წესი. ამიტომ ჩვენ მოგვიწია პოლიციის რეფორმირება და პრინციპულად ახალი ტიპის პოლიციის შექმნა და ამ ხრივ ძველი კადრების გაშვება მოხდა, ახალის მოწვევა, მათი დატრენინგება და შეიძლება ითქვას, რომ პოლიციის დონეზე პრაქტიკულად ეს ძალადობის ფაქტები აღმოიფხვა. თქვენ გახსოვთ ციხეებში რა მდგომარეობა იყო, პრაქტიკულად კრიმინალური სამყარო მართავდა ციხეებს, რიგით პატიმრებზე ძალადობას ახორციელებდნენ მაყურებლები და კრიმინალური ავტორიტეტები. ჩვენ ყველა ნახეთ ციხეებში რა ხდებოდა, თუმცა აი მე ანუ შეიძლება თუ არ დავამთავრებ არც თქვენთვის და არც მაყურებლისთვის ცხადი არ იქნება რაზე ვსაუბრობ. იგივე ციხეების მდგომარეობა, თქვენ გახსოვთ რა გაუსაძლისი პირობები იყო ციხეებში, რა მდგომარეობა იყო თვითონ რეჟიმის კუთხით, ამიტომ ჩვენ მოგვიწია შესაბამისი ინვესტიციების განხორციელება და ახალი ციხეების შენებლობა, რათა პატიმრებს ელემენტარული პირობები მაინც შექმნოდათ. გარდა ამისა, ჩვენ შევცვალეთ სისტემა და პრაქტიკულად ადმინისტრაცია გახდა ციხეებში რეჟიმის მმართველი და პრაქტიკულად კრიმინალურ ავტორიტეტებს და მაყურებლების ინსტიტუტი გაუქმებული იქნა. თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ბოლო წლების განმავლობაში ციხის ადმინისტრაციის მხრიდან პატიმრების მიმართ გარკვეული ძალადობის ფაქტებს ჰქონდა ადგილი, გადაჭარბებული ძალის გამოყენებას ჰქონდა ადგილი, რამაც უარყოფითი, ასე ვთქვათ, შეფასებები გამოიწვია მოქალაქეებში, ექსპერტებში ყველგან და ჩვენ არჩევნების შედეგებიც პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, აი ამ გადაჭარბებულმა ძალის გამოყენებამ განაპირობა და ყველა ვიცით იმ ფაქტების შესახებ, რომ თქვენ შეგიძლიათ თქვათ, რომ იმაზე უარესი ხდებოდა ციხეში, ვიდრე ჩვენ კადრებში ვნახეთ 2003 წლამდე.
ბუნებრივია, ამაზე მე მგონი საზოგადოებას ეჭვი არ ეპარება, ყველამ ძალიან კარგად ვიცით რა მდგომარეობა იყო ციხეში და ადამიანის ციხეში რომ მოხდებოდა ოჯახის დაკავებული პირების ნათესავები ეძებდნენ ვინმე ქურდულ სამყაროში ბატონლევან და ციხის რეფორმამ დაეცვათ მათი მდგომარეობა. ბატონო? ციხეში ჩატარებულმა რეფორმამ სასჯელ ასრულების სისტემის რეფორმირებამ გაამართლა? ციხეში ჩატარებულმა რეფორმამ გარკვეული მიმართულებით გაამართლა იმ მხრივ რომ შეიქმნა თქვა სარეჟიმო დაწესებულებები, შეიცვალა პირობები მსჯავრდებულების, ანუ ცხოვრების პირობები, კვების პირობები და ასე შემდეგ, თუმცა გამკაცებულმა რეჟიმმა და ძალის გამოყენება ბუნებრივი არყოფითი ფაქტორი ითამაშა, ამ მხრივ ადმინისტრაცია ზედმეტი ძალაუფლება მიეცა, არ მოხდა ადმინისტრაციის მიერ ამ ძალაუფლების გამოყენების გამოყენებაზე ზედამხედველობა შესაბამისი უწყებების მხრიდან, რამაც მათში დაუჯერობის სინდრომი გამოიწვია და გარკვეული პრობლემები, საზოგადოებისათვის ცნობილი პრობლემები ეს შეიქმნა და ბუნებრივი ამის უარყოფა რთული ადვილი არ არის. ნამდვილად ეს დადასტურებული ფაქტია, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმას თუ შევადარებ ჩვენ 2004 წლამდე არსებულ მდგომარეობას, მე ვფიქრობ, სადადედამიწასავით არის განსხვავება, ჩვენ უბრალოდ ამ ხელისუფლების ვალდებულება არის, რომ ის უკვე კარგი რაც არსებობდა ბოლო 9 წელს განმავლობაში შეინარჩუნოს და განავითაროს, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ იგივე ციხეებში გვაქვს ის მდგომარეობა, რომ დღეს ისევ ხდება მაყურებლის ინსტიტუტის აღდგენა კრიმინალური სამყაროს ჩაერთვა ციხის მართვაში და ეს რეალური პრობლემას წარმოადგენს. დიდი მადლობა ბატონ ლევან, დაგიბრუნდებით რამდენიმე წუთში მას შემდეგ რაც შეკითხვას დაუსვამ უკვე ჩემს მეორე რესპონდენტს ქალბატონ მანანა კობახიძეს. ქალბატონ მანანა, საღამოშვიდობისა, დიდი მადლობა რომ ხართ დღეს ჩვენთან ერთად და იღებთ მონაწილეობას არგუმენტებში. ქალბატონ მანანა, ჩვენ საუბრობთ ბატონ ლევანთან ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე 9 წლის განმავლობაში და თუ რა სიტუაციაა დღეს ქვეყანაში ამ კუთხით. თქვენ სანამ მოხვიდოდით ხელისუფლებაში, სწორედ საუბრობდით ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაზე ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში. თუმცა ერთ წელიწადში საკმაოდ ბევრი ფაქტი მოხდა ისეთი, რაც გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ვთქვათ, რომ დღესაც ამ კუთხით ქვეყანაში სიტუაცია მოგვარებული არ არის. შეგახსენებთ 17 ნოემბრის ინციდენტს, 8 თებერვალს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მოხდა დაპირისპირებას, ასევე სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟს და ასევე დაპირისპირებას 1 მაისს მშრომელთა საერთაშორისო დღეს გამართულ მანიფესტაციის დროს. აი რა შეგიძლიათ ამ ყველაფერზე თქვათ? დღეს რა ვითარებაა საქართველოში? მას შემდეგ რაც თქვენ მოხვედით ხელისუფლებაში, შეიცვალა ვითარება ამ კუთხით ქვეყანაში? დიდი მადლობა მოწვევისთვის, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მივულოცავ ყველას დღევანდელ დღეს, ძალიან მნიშვნელოვანი დღეა და რა თქმა უნდა, მხოლოდ 10 დეკემბრით არ იწყება და არ მთავრდება ადამიანის უფლებათა დაცვაზე ზრუნვა ქვეყანაში და ყოველი დღე დიახაც ხელისუფლებისთვის და ზოგადად საზოგადოებისთვის უნდა იყოს მნიშვნელოვანი იმით, რომ ადამიანის უფლებებზე ზრუნვა იყოს უფრო მეტად გააქტიურებული და თითოეულმა ადამიანმა იგრძნოს, რომ სახელმწიფო დიახაც იცავს მის უფლებებს. ჩვენი სულისკვეთება სწორედ ეს არის განსხვავებით წინა ხელისუფლებისგან. ბატონ ლევანს ერთი რამეში დავეთანხმები, რომ რა თქმა უნდა ძალიან მძიმე ვითარება იყო 2003 წლამდე, ის რომ კორუფცია ყვაო და ის რომ იყო ასე ვთქვათ განუკითხაობა იგივე წინასწარი დაკავების იზოლატორებში, იგივე ციხეებში, გადატვირთულობა, ეს ყველაფერი ცხადია, მაგრამ იმის ნაცვლად რომ საზოგადოებისთვის სულად ახალი რეალობა შეეთავაზებინა ახალ ხელისუფლებას, სამწუხაროდ სწორედ იმ ლოზუნგით რომ დაემარცხებინათ ქურდული სამყარო, დაემარცხებინათ კორუფცია, სამწუხაროდ ეს ყველაფერი ხდებოდა ისევ და ისევ ადამიანის უფლებების შელახვის ხარჯზე. ის რომ პრაქტიკულად საქართველო იქცა ევროპაში მესამე ადგილზე მყოფ ქვეყნად, სადაც ყველაზე მეტი იყო მსჯავრდებულთა რიცხვი და პატიმართა რიცხვი და ეს იყო მართლაც არნახული რაოდენობა 3 მილიონიანი ქვეყნისთვის, ეს იყო ძალიან დიდი შეშფოთების საგანი და ამას არაერთ ანგარიში მიუთითებდნენ. სწორედ ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გახდა შესაძლებელი, რომ განახევდა პატიმართა რაოდენობა და ეს იყო როგორც ფართომასშტაბიანი ამნისტიის შედეგად, ასევე იმ დადგენილების თქვათ საფუძველზე, რომელიც მიიღო პარლამენტმა და მე ნამდვილად ვფიქრობ, რომ სწორედ ამნისტიის ფართომასშტაბიანი ამნისტიის და პოლიტიკური ნიშნით დევნილი პირების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების აქტი იყო ის ნაბიჯი, რომლითაც დაიწყო ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენაზე ზრუნვა და ზოგადად ეს პროცესი დაიწყო ქვეყანაში
და არაერთი ადამიანი უბრალოდ სიკვდილისგან იხსნა 1 ოქტომბრის შემდეგ ახალმა ხელისუფლებამ, იმიტომ რომ ამ ადამიანებს მოგეხსენებათ ციხეებში რა ვითარებაში უხდებოდათ ყოფნა და ის რომ დიახაც აი ეს არაადამიანური მოპყრობის, იმ არნახული წამების ფაქტების გამო მართლა ძალიან დიდი იყო უარყოფითი მუხტი საზოგადოებაში ნაციონალური მოძრაობის მხრიდან. ეს ფაქტია და რა თქმა უნდა მნიშვნელოვან წილად სწორედ ის რომ ხარდაჭერა აღარ ბატონო მანანა ერთ-ერთი მთავარ მიღწევად ბატონი ლევანი ბეჟაშვილი ასახელებს საშუალო ასრულების რეფორმირებას სწორედ. ბატონო მანანა ქურდული მენტალიტეტის მოსყობას, კორუფციის დამარცხებას, საშუალო ასრულების სისტემის რეფორმირებას. რეფორმირებას რაც შეეხება საშუალო ასრულების დაწესებულებების რაოდენობრივი ზრდა მოხდა ახალი შენობების ასე ვთქვათ აგება და ასე ვთქვათ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, რა თქმა უნდა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების დონორების მხარდაჭერით, მაგრამ მეორეა ამ გაფერადებულ ციხეებში რა ხდებოდა, ხომ? ყველამ ნახეთ, რომ სისტემური იყო, დიახაც იქ ადამიანების წამება თანაც გაუგონარი მეთოდებით, სექსუალური ძალადობა, რომელმაც მართლა შეძრა საზოგადოება, ეს იყო სისტემური ხასიათის და ცხადია გამართლება, რომ იცით რა ჩვენ ქურდული სამყარო დავამარცხეთ და ამიტომ გვაპატიეთ ის რომ ასეთი არაადამიანური რეჟიმი და სისტემა შევქმნით, ცხადია ამას არ აქვს იგივე ქურდული სამყაროს წევრი იქნება ეს თუ ყაჩაღი თუ ძალიან მძიმე, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში მსჯავრდებული პირი, მას აქვს უფლება რომ ადამიანურ პირობებში მოიხადოს სასჯელი. სამწუხაროდ ღირსების აყრა, დამცირება ყოველგვარი ადამიანურობის გათელვა. აი ეს იყო ის სისტემა, რომელზეც იდგა ის ხელისუფლება და სამწუხაროდ ის რომ რეჟიმი შეარქვეს სწორედ საზოგადოებაში ნაციონალური მოძრაობის მმართველობას, მოდიოდა აქედან რომ ყველაფერი ემყარებოდა სიმკაცრეს, დასჯას, არა პრევენციას და არა ასე ვთქვათ რაღაცნაირად უფრო სხვა ტიპის ღონისძიებებს, რომელიც ხელშეუწყობდა დანაშაულის აღკვეთას, არამედ პირდაპირ უმკაცრეს სასჯელებს და თქვენ სააკაშვილის ფრაზაც მოიყვანეთ გადაცემის დასაწყისში, რომ არავითარი პირობითი სასჯელი, ყველანი ციხეში, ყველას ესროლეთ, არ დაგვენანება ტყვიები ამ ხალხისთვის. აი ეს იყო ნულოვანი ტოლერანტობა, რამაც წაახალისა ეს რეჟიმი და სამწუხაროდ ის რომ ციხეებში სიკვდილიანობა დაახლოებით 500 ადამიანი თუ მეტი არა გარდაცვლილია სწორედ სასჯელო აღსრულების დაწესებულებებში მთელი ამ 9 წლის განმავლობაში და მიმდინარე წელს რა თქმა უნდა დაფიქსირდა ასეთი შემთხვევები და ეს არის ძალიან რა თქმა უნდა საგანგაშო, მაგრამ კიდევ ერთხელ ხას უსვამ განსხვავება ჩვენსა და ნაციონალების ხელისუფლებას შორის გახლავთ ის რომ ყველა ეს ფაქტი არის რეაგირებული იგივე კორტავას საქმეზე, რომელიც მართლა განგაშის ასე ვთქვათ საფუძველია, რომ ნებისმიერი ასეთი შემთხვევა უნდა იყოს გამოძიებული, ის რომ ციხის 6 თანამშრომელი პასუხისგებაშია მიცემული და გარდა ამისა 8 პირი. ის რომ ციხის ყოფილი დირექტორი პასუხისგებაშია მიცემული და გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრალი კიდევ უფრო დაუმძიმდათ ამ ადამიანებს და ის რომ არავინ არ მალავს ამ ფაქტებს და პროკურატურა მოტივირებულია და დაინტერესებულია, რომ კანონით რაც ევალებათ ის აღასრულონ, რაც აქამდე ნამდვილად არ ხდებოდა ეს თქვა ნაციონალების მმართველობის პროცესში, უამრავი ფაქტი იმალებოდა და იჩქმალებოდა. პატიმრები იღუპებოდნენ და ცემაში, წამებაში და თვითმკვლელობამდე თუმცა ოპოზიცია საუბრობს, რომ ამ ერთწლიანი მმართველობის პირობებში თქვენი ხელისუფლების პირობებში რამდენიმე ადამიანის უფლებების შელახვის ფაქტი დაფიქსირდა და მე შეგახსენეთ კიდევ ერთხელ 17 მაისის ინციდენტს, ასევე 8 თებერვალს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მომხდარ დაპირისპირებას 1 მაისს, ასევე მშრომელთა საერთაშორისო დღეს გამართულ მანიფესტაციას და იქ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს და ასევე სოფელ ჭელაში მინარეთის დემონსტრაციას. აი რა სიტყვით ამ ყველაფერზე? ერთი წლის კვალობაში საკმაოდ ბევრი ხომ არ არის ესეთი ფაქტი. კი ბატონო, გეტყვით, დავიწყებ ჭელაში. მე გეტყვით, რომ ქვეყნისთვის, რომელსაც სამწუხაროდ ტრადიცია ნამდვილად არ ქონია ადამიანის უფლებების დაცვის და ამას სწორედ ის მეტყველებს, რომ დიახაც სამწუხაროდ ამ 20 წლის განმავლობაში ხელისუფლება არ იცლიდა ადამიანის უფლებებისთვის და ზოგჯერ იყო რომ აი ჯერ ტერიტორიული მთლიანობა იყო მთავარი და მნიშვნელოვანი და შემდეგ ადამიანის უფლებები, ჯერ სახელმწიფოს აშენება და ასე ვთქვათ სახელმწიფო ინსტიტუტების გამართვა და შემდეგ ადამიანის უფლებები, მუდმივად ადამიანის უფლებები ეწირებოდა გარკვეულ სახელმწიფოებრივ ინტერესებს და ეს იყო ასე ვთქვათ
არ გესმით ჩემი? დიახ, გვესმის ქალბატონ მანანა. თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. არ ვარ ეთერში? პირდაპირ ეთერში ხართ, გისმენთ. ეთერში ვარ, დიახ. და ეს იყო მუდმივად დიახ, ადამიანის უფლებები ხშირ შემთხვევაში იწევდა სწორედ მეორე ადგილზე, თუ არა ბოლო ადგილზე და სწორედ სხვა პრიორიტეტები იყო ხელისუფლებისთვის და ეს დაემართათ ნაციონალურ მოძრაობასაც. როცა კორუფციასთან ბრძოლა, მეკრთამეობასთან ბრძოლა, ქურდულ სამყაროსთან ბრძოლა იყო პრიორიტეტი, ცხადია ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს ყველაფერი ხდებოდა ადამიანის უფლებების ხარჯზე. ჩვენ შემთხვევაში პირველად მინდა გითხრათ, რომ ხელისუფლებამ დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტის შექმნა, ეს არის სტრატეგია ადამიანის უფლებათა დაცვის, რომელიც მომავალი 7 წლის განმავლობაში განსაზღვრავს თუ რა პრიორიტეტები უნდა ქონდეს ხელისუფლებას, როგორი უნდა იყოს ჩვენი სამოქმედო გეგმა და ეს დოკუმენტი ძალიან მალე იქნება საზოგადოებისთვის უკვე ვთქვათ საჯარო და ხელმისაწვდომი და მუშავდება ეს დოკუმენტი. პირველად ხდება რომ სპეციალური წარმომადგენელი მოვიწვიეთ ევროკავშირიდან ბატონი თომას ჰამერბერგი, რომელიც ნობელის პრემიის ლაურეატია ადამიანის უფლებების დაცვის დარგში და სწორედ ხელისუფლებამ მისცა მას იმის შესაძლებლობა რომ განახორციელოს გრძელვადიანი მონიტორინგი და ჩვენ ვიხილეთ მისი ანგარიში, რომელიც რა თქმა უნდა სახელმძღვანელო დოკუმენტია ხელისუფლებისთვის, რომ საჯაროა დღეს დისკუსია და ჩვენ ანგარიშს ვაბარებთ საზოგადოებას და მუდმივად მთავრობა, სამინისტროები, ადამიანის უფლებათა კომიტეტი ღია რეჟიმში მუშაობს უფლებადამცველებთან, რომ რა თქმა უნდა პრობლემები არის, არავინ არ უარყოფს, რომ 17 მაისს ძალადობა რაც მოხდა და რასაც რისი მომსწრეც გავხდით, ეს აღარ უნდა განმეორდეს ჩვენს ქვეყანაში და ცხადია ის რომ პოლიციამ ყველანაირად ყველა ძალისხმევა გამოიყენა იმისთვის რომ დაზიანებები არ ქონოდათ და არ მიდგომოდათ უმცირესობების წარმომადგენლებს და მშვიდობიანად გაეყვანათ ეს ადამიანები და ნამდვილად ძალიან რთული იყო იმ ვითარებაში და დამერწმუნეთ რომ არც ერთ ადამიანს ვინც იყო იმ ასე ვთქვათ უმცირესობის აქციის მონაწილე მათ რაიმე ფიზიკური ზიანი და დაზიანებები არ მიდგომიათ. ცხადია, მათ ვერ მოახერხეს ასე ვთქვათ იმ შეკრების ჩატარება იმ კონტრდემონსტრაციის თუ კონტრაქციის გამო. ეს არ არის მხოლოდ საქართველოსთვის ასე ვთქვათ რაღაცა ახალი მოვლენა. ეს ხდება ევროპაშიც. ევროპის ძალიან დიდ ბებერი დემოკრატიის, განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებშიც ჩვენ გქონია იმის მაგალითები, როდესაც უმცირესობის შეკრების ასე ვთქვათ საპირისპირო აქციები ტარდება და იქ ბევრად უფრო შეიძლება მძიმე შედეგები. ბატონი ლევანი რეგლამენტის დაცვას გთხოვს. ბატონი ლევანი გთხოვს რეგლამენტის დაცვას ჩვენ გადავდივართ. დიდი მადლობა ჩვენ დაგიბრუნდებით რამდენიმე წუთში უკვე მას შემდეგ რაც ბატონ ლევანს მიეცემა საშუალება დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია თქვენ საუბართან დაკავშირებით. ბატონ ლევან, რეპლიკა გაქვთ ალბათ ქალბატონი მანანას საუბართან დაკავშირებით და შემდეგ დაგისვამთ უკვე შეკითხვას. გისმენთ ქალბატონი მანანა საუბრობდა სისტემურ დანაშაულზე ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პირობებში, ასევე ამბობდა რომ ყოველგვარი ადამიანურის გათელვა მიმდინარეობდა ამ პერიოდის განმავლობაში და ადამიანის უფლებების შელახვის ხარჯზე ხდებოდა რეფორმირება სხვადასხვა უწყებისა. რა სიტყვით ამაზე? ნუ ახლა ქალბატონ მანას უსმენთ და ესეთი შთაბეჭდილება შემექმნა რომ დადგა ის დრო როცა მგელი და კრავი ერთად ზოვენ. გავგებარია თუ უმრავლესობა და ქალბატონი მანა და მისი კოლეგები აპირებენ ეს ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობას ეს სათვალეების მიღმა შეხედონ ბუნებრივია მაშინ ყველაფერი კარგად გამოჩნდება და მინდა გითხრათ რომ ისინი იმეორებენ ჩვენს გადაცდომასაც გარკვეულწილად რომ მაშინ როცა არ ვაფასებდით იმ სიგნალებს რომელიც მოდიოდა არასამთავრობო სექტორის მხრიდან სახელდამცველის მხრიდან და ჩვენცა ესე ვაფასებდით ხოლმე ზოგადად თუ რა კარგი მდგომარეობა არის ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ჩვენს პირობებში. თუმცა გინდა ქალბატონ მანას შევახსენო და თვალწინ გადაუშალო ის ვითარება, რეალური ვითარება, რომელიც ამ კუთხით ქვეყანაში შეიქმნა. ბოლო 1 წლის განმავლობაში მთელი რიგი მიმართულებები დამძიმდა ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობა. პირველი ის რომ როდესაც ქვეყნის მთავარი ოპოზიციური ძალის მიმართ მიდის არნახული ზეწოლის ფაქტები, არნახული შანტაჟის ფაქტები. გენერალური მდივანი დაკავებულია და პრეზიდენტობის ერთ-ერთი კმაჩნდელი კანდიდატი დაკავებული არის და არაერთმა ორგანიზაციამ აღნიშნა რომ მისი დაკავების აუცილებლობა არ არსებობდა. როცა ერთ-ერთი ლიდერის ქალაქის თბილისის მერის მიმართ სიხლის სამართლის საქმეების წარმოება ხდება, როცა დეპუტატების მიმართ სიხლის სამართლის საქმეების წარმოება ხდება, ყოველ შანტაჟი და დაშინება ყოველდღიური საგანი გახდა, როცა ბოლო 1 წლის განმავლობაში 12000 ოპოზიციური პარტიის აქტივისტი იქნა დაკითხული, 6000 თანამშრომელი საჯარო სამსახურიდან იქნა გაშვებული პოლიტიკური ნიშნით, ეს არ არის ადამიანის
ხელისუფლებათა დაცვის კარგი მდგომარეობა. ეს არის ნამდვილად ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც ხელისუფლებამ უნდა გამოასწოროს, თუ მას უნდა რომ დემოკრატია ყვაოდეს საქართველოში. მაშინ როცა ბოლო 1 წლის განმავლობაში რეალურად დამძირდა უმცირესობების მიმართ ასე თქვა დამოკიდებულება და თქვენ არაერთხელ დაასახელეთ ფაქტი იგივე 17 მაისის იგივე ქართველი მაჰმადიანების წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებები და აშენდა. ჩვენ თუ თქვით რომ ყველაფერი კარგად არის, მაშინ რეალურად ჩვენ ამ პრობლემებს ვერაზოს ვერ მოაგვარებთ და არადა უნდა ვაღიაროთ, რომ რეალურად ის რიტორიკა, რომელიც იყო ხელისუფლების მხრიდან იგივე პოლიტიკო-ნაციონალური მოძრაობის მიმართ, ის ზიზღის რიტორიკა, ამ ზიზღის რიტორიკამ გადაინაცვლა უმცირესობებთან მიმართებაში და დღეს უკვე არიან ადამიანები, რომლებიც აცხადებენ თორმე მაჰმადიანი სარწმუნოების მქონე ქართველები ისინი ქართველებად არ აღიარებენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ იგივე ციხეებში არსებული მდგომარეობა ჩვენ თუ არ ვაღიარებთ რომ კრიმინალური ავტორიტეტები რეალურად მართავენ დღეს ციხეს და ადმინისტრაციას იქ არაფერი აღარ ეკითხება და ამაზე საუბარია სახელდამცველის ანგარიშში აღორძინებული არის მაყურებელთა ინსტიტუტი, მაშინ ასე ყველაფერი კარგად ყოფილა ციხეებში და არც ეს პრობლემა არ უნდა მოვაგვაროთ. არ უნდა გაემეორონ ის შესაბამები, რომელიც ჩვენ დაუშვით ბოლო წლების განმავლობაში, როცა სათანადო რეაგირებას არ ახდენდნენ იმ სიგნალებზე, რომელიც მოდიოდა არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, სახელდამცველების მხრიდან და ასე შემდეგ. ამიტომ მე უფრო ვიმედოვნებდი, რომ ქალბატონი მაანა იმ პრობლემების საუბრით და ისაუბრებდა, რომელიც რეალურად აწუხებს ქვეყანას და არ დახატავდა ესე ვარდისფერ ფერებში ამ ხრივ მდგომარეობას. ციხეებში რეალურად ცუდი მდგომარეობა არის, გოგა ძველაიას ყოლობის საქმე, კორტავას ყოლობის საქმე, ამის ნათელი დადასტურება არის. ჩვენ მთელი წლის განმავლობაში ვახსენებდით ხელისუფლებას, რომ ამ ხრივ რეალური პრობლემები იყო, რომ კრიმინალური სამყარო და ციხის ადმინისტრაცია გარი ერთობლივი შეთანხმებით მოხდა იგივე კორტავას ყრელობა და ასე შემდეგ და მხოლოდ 1 წლის თავზე პრაქტიკულად მოხდა გარკვეული ძვრები ამ მიმართულებით და დღეს გავიგეთ ჩვენ რომ გარკვეული პირები დაკავებული ყოფილან. თუმცა ეს რეალურად კარგი არის პროკურატურამ რაც განახორციელა, თუმცა ის რომ მთელი ამ ბოლო თვეების განმავლობაში მინისტრის მხრიდან, სამინისტროს ხელმძღვანელობის მხრიდან ხდებოდა ამ ფაქტის მიჩქვალა და გამოძიებისათვის ხელი შეშლა, ეს ძალგე გამოძიების და ძალგე პასუხისმგებლობის საგანი უნდა იყოს. ამიტომ რეალურად პრობლემები არსებობს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, ამ ხრივ გარკვეული მიმართულებები მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. მე შეგახსენებთ რომ ბოლო 15 წლის განმავლობაში არც ერთი პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელი დაკავებული არ იქნა იმ უაზრო ბრალდებებით, რომელიც იგივე ვანო მერაბიშვილის, ბაჩო ახალაიას და სხვების მიმართ არის წარდგენილი და უამრავი ათასობით ადამიანს უწევს პროკურატურაში, პოლიციაში. ბატონ ლევან, დიდი მადლობა. მოდით მივცეთ საშუალება ქალბატონ მანანას გამოეხმაუროს თქვენს განცხადებებს. ქალბატონ მანანა, ბატონ ლევას უსმენდით, თქვენ კრიმინალური ავტორიტეტები მართავენ ციხეებს, ასევე მან ახსენა ძველაიასა და კორტავას საქმეები, თქვა რომ პოლიტიკური დევნა არის ქვეყანაში და ოპოზიციის დაშინება და შანტაჟიო. რა სიტყვით ამაზე? იცით რა არის, როდესაც ამ ყველაფერს ვისმენ ბატონი ლევან ბეჟაშვილისგან, ბატონო ლევან, მე მგონი თუ პოლიტიკურ დევნაზე საუბრობთ, მოდით ისიც აგვიხსენით და გითხარით მაშინ, როცა თქვენ აუდიტის სამსახურს ხელმძღვანელობდით და როდესაც დიახ მთავარი ოპოზიციური ძალის ქართული ოცნების მიმართ ახორციელებდით იმ არნახულ, არ ვიცი როგორ გითხრათ, დევნას, დაჯარიმებებს, დაკითხვებს, მართლაც ათეულობით ადამიანის დაბარებას, თუნდაც 10 ლარიანი შემოწირულობისთვის, ართმევდით ხალხს ქონებას, სახლებს, აყადაღებდით ანტენებს. ეს არ იყო პოლიტიკური დევნა. იცით, მეღიმება მე უბრალოდ და ცოტა უხერხულია. მე ნებისმიერ ადამიანთან დავждები დებატებში, ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთან, საერთაშორისო ორგანიზაციის, არ ვიცი, ნებისმიერი ოპოზიციური პარტიის, მაგრამ უხერხულია, როდესაც ადამიანის უფლებებზე დებატებში გვიწევს ნაციონალური მოძრაობა. ძალიან უხერხულია. მე არ მithქვამს ბატონო ლევა, რომ დღეს იდეალურია მდგომარეობა საქართველოში. რა თქმა უნდა, იდეალური არ არის და ვერც იქნება. იმიტომ რომ ჩვენ მივიღეთ ძალიან მძიმე მემკვიდრეობა ყველა მიმართულებით. მათ შორის უმცირესობათა დაცვის მიმართულებითაც და როცა 2012 წელს იგივე სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებმა რაღაც აღლუმის მაგვარი გამართეს და როცა იქ
ფაქტიურად პოლიციამ ისევ და ისევ დააკავა არა ასე ვთქვათ მოძალადეები, არამედ უმცირესობის წარმომადგენლები, მაშინ თქვენ არაფერი არ გითქვამთ ამის შესახებ. დღეს ხდება 17 მაისზე ძალიან დიდი აქცენტების გაკეთება და მე გეთანხმებით, არ უნდა განმეორდეს ძალადობა ამ ქვეყანაში. არც რელიგიური ნიშნით, არც სხვა რაიმე ნიშნით ადამიანების დისკრიმინაციის გამო და ეს უნდა დამთავრდეს ჩვენს ქვეყანაში, არავინ არ ამართლებს ამას და არავინ არ ახალისებს და მე ზუსტად ამაზე ვსაუბრობ, რომ პირველად ქვეყანაში ხელისუფლება ღიად საუბრობს იმ სტრატეგიაზე, რომელსაც ამუშავებს ხელისუფლება და რა თქმა უნდა ის რომ თუნდაც ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა მზადდება, რაზეც არასოდეს თქვენ არ გიფიქრიათ. დიახაც ჩვენ გვესმის რა პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული და რა თქმა უნდა განსხვავება ძალიან დიდია. ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ ღიად, ჩვენ თანამშრომლობთ არასამთავრობოებთან. ერთი შემთხვევა მაინც დამისახელეთ 500 პატიმარია გარდაცვლილი 9 წლის განმავლობაში. ერთ საქმეზე მაინც თუ მიიყვანეთ გამოძიება ბოლომდე, ერთ საქმეზე თუ მაინც გაათავისუფლეთ ციხის დირექტორი, როცა კორტავას საქმეზე საუბრობთ, მე გუსამძიმრებ კიდევ ერთხელ და 1000 ჯერ კორტავას ოჯახს. ძალიან მძიმე ფაქტი მოხდა, მაგრამ ჩვენ არ დაგვიფარებია ხელი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პასუხისგება დაუმძიმდათ ადამიანებს და პირველ რიგში ციხის დირექტორს და რა თქმა უნდა სხვა ადმინისტრაციის თანამშრომლებს. როდესაც თქვენ ათეულობით და ასეულობით შემთხვევა ქონდათ წამების, გაუპატიურების, დამამცირებელი მოპყრობის, ღირსების შელახვის და ესეც კი თამაზაშვილს დააბრალეთ, ესეც კი ასე ვთქვათ შეთიხით ითხრეთ და რაღაცა რეჟისორები დაიქირავეთ ამისთვის იმ ჩხატარაშვილის თაოსნობით, რომელიც ყავდათ იქ ადეიშვილის მოადგილედ. თქვენ მესაუბრებით მე დღეს ციხეებში წამებაზე, როცა არც ერთი ფაქტი ადმინისტრაციის მხრიდან წამებისა არ არის დაფიქსირებული და ეს არ არის ჩემი შეფასება. ეს არის ის შეფასება, რომელსაც ახდენს. მადლობა, ბედუკაძეს შეგახსენეთ, ბედუკაძეს. თუნდაც სახალხო დამცველი თუ არასამთავრობო ორგანიზაციები. მე ვერ ვიქნები თქვენთან დებატებში ნამდვილად არ მაქვს არანაირი სურვილი ნაციონალურ მოძრაობას ვედებატო ადამიანის უფლებებზე. რა თქმა უნდა არის პრობლემები, მაგრამ ჩვენ ამას დავძლევთ იმ ძიმე მემკვიდრეობას, რაც მივიღეთ. მაგრამ ნუ შეადარებთ, ძალიან გთხოვთ, რა იყო 9 წლის განმავლობაში და რა არის ახლა. ბევრად წინ თუნდაც სასამართლო ხელისუფლება, როცა 0.01% იყო გამამართლებელი განაჩენების, როცა უაპელაციოდ ყველა შუამდგომლობა კმაყოფილდებოდა პროკურატურისა და მასიურად გაავსო დიახ იმ განაჩენებმა ციხეები, დღეს სხვა ვითარება, დღეს ხელისუფლება ზეწოლას არ ახდენს სასამართლოზე, დღეს პროკურატურა არ ახდენს ზეწოლას, მაგრამ სამწუხარო ისაა, კაპიტან მანანა, ლევან ბეჟეშვილმა ბედუკაძის თავისუფლებაზე გამოშვება შეგახსენათ. ერთი წუთი დავასრულებ. ბატონო ლევან ბეჟეშვილმა ვლადიმერ ბედუკაძის თავისუფლებაზე გამოშვება და პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება შეგახსენეთ რამდენიმე წუთის წინ. თუ შეიძლება ერთი წუთით რომ ჩავერთო. ამასთან დაკავშირებით ძალიან კარგად ახსოვს საზოგადოებას, რომ თავად ბიძინა ივანიშვილმა ძალიან მკაცრი შეფასება მისცა ამას და ძალიან მკაცრი რეაქცია ჰქონდა ამ ყველაფერზე და მე პირადად შეგიძლიათ ამოიღოთ, არ ვიცი, ჩემი ინტერვიუები, სადაც პირადად ჩემი პოზიცია არის განსხვავებული და მე ვამბობდი, რომ ამ შემთხვევაში, როცა საქმე ეხება წამებას და არა ადამიანურ მოპყრობას, ჩემთვის მიუღებელია ნებისმიერი შეღავათები და პირიქით იგივე კონვენციები, რომელიც წამებას კრძალავს, ეს არის ევროპული კონვენცია თუ გაეროს კონვენცია, ცხადია არის აბსოლუტურად ასე ვთქვათ ცალსახა მათი მოთხოვნა, რომ წამების ჩამდენი პირის მიმართ კანონი უნდა იყოს მკაცრი და უნდა აღსრულდეს ასე ვთქვათ სასჯელის გარდაუვალობის პრინციპი. მე ამ შემთხვევაში ვაფიქსირებ კიდევ ერთხელ ჩემ პოზიციას, რომ ყველა ის ადამიანი და მათ შორის ბედუკაძე, რომელსაც შეხება ჰქონდა რაიმე ფორმით ამ უმძიმეს დანაშაულთან, მათ პასუხი უნდა ეგოთ. შესაბამისად, შესაძლებელია რაღაცა საყვედური ამ მხრივ გამოითქვას საზოგადოებისგან, მაგრამ ეს საყვედური აბსოლუტურად მიუღებელია ნაციონალური მოძრაობისგან, რომლებიც იყვნენ თავიდან ბოლომდე არქიტექტორები იმ სისაძაგლის, იმ ძალიან მძიმე ასე ვთქვათ. კარგი, დიდი მადლობა, კაპიტან მანანა, მივცეთ ლევან ბეჟეშვილს გამოხმაურების საშუალება. მათ არც კი უცდიათ ამის გამოძიება. კარგით, დიდი მადლობა, მივცეთ ბატონ ლევან ბეჟეშვილს გამოხმაურების საშუალება. ბატონ ლევან, გისმენთ.
დიახ, ნამდვილად მესმის ქალბატონი მანასი და მჯერა რომ როდესაც ის თავის აღშფოთებას ვერ მალავს ბედუკაძესთან მიმართებაში, მაგრამ ქალბატონ მანა თქვენს გარდა არსებობენ ადამიანები თქვენი ხელისუფლების სახელით სარგებლობენ და მიიღეს ის გადაწყვეტილება რომ ბედუკაძე და ყველა ის პირი რომელიც ასეთ ფაქტებს, ასეთ დანაშაულებრივ ფაქტებს შეადიოდა ციხეებში და რეჟისორები და არქიტექტორები იყვნენ იმ ძალადობის რომელიც პატიმრებზე ხორციელდებოდა, ჩვენ დავიწყეთ გამოძიება და ეს ადამიანები პასუხისგებაში მივეცით და სამწუხაროდ თქვენ ამიტომ აღჯერა თქვენი გულწრფელობის ასე ვთქვათ აი გამოსვლების რომ თქვენ გაუშვით ეს ადამიანები თუ შეიძლება დავასრულებ თქვენ გაუშვით ეს ადამიანები მიეცეთ მინიმალური სასჯელები და ყველაზე მთავარი ადამიანი ვინც ბედუკაძე საერთოდ სიხესამართლებლური პასუხისმგებლობისგან გაანთავისუფლეთ ამიტომ არ გვჯერა ამ ასე ვთქვათ თქვენი გულწრფელობის ამ საკითხთან მიმართებაში კი ჩვენც ვაღიარებთ იმას რომ ციხეებში ჩვენ სათანადო კონტროლის მექანიზმები ვერ დავაწესეთ რომ ბოლომდე გაგვეკონტროლებინა რამდენად კანონიერად იხილებდა ადმინისტრაცია ასე ვთქვათ ძალას პატიმრებთან მიმართებაში და ამას საავადმყოფო შედეგამდე მიგვიყვანა მაგრამ ამ შემთხვევაში ნამდვილად ამას გამართლება არ აქვს იმ მხრივ რომ თქვენ ასე ვთქვათ ამის შედეგად მოიდგეთ ასე ვთქვათ თქვენი პოლიტიკური თანამდებობები და ვალი გადაუხადეთ ბედუკაძეს და გაანთავისუფლეთ ის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ეს ნამდვილად დასაგმობი ფაქტი არის მაგრამ ეს წარსულში რაც მოხდა და საზოგადოება შეაფასებს იმ კადრების ნამდვილობასაც ამ ბედუკაძის როლსაც ამ ფაქტებს ამ დანაშაულებებში ჩვენ პასუხისმგებლობას გაგვისაზღვრა 1 ოქტომბრის არჩევნებში და მოგვანიჭა ჩვენი ადგილი ოპოზიციაში მაგრამ ჩვენ დღეს უნდა ვისაუბროთ დღეს არსებულ მდგომარეობაზე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით და ციხეებში არსებულ მდგომარეობაზე და უნდა ვაღიაროთ რომ მაყურებლის ინსტიტუტი აღდგა დღეს ციხის ადმინისტრაცია პრაქტიკულად არაფერს არ წყვეტს დღეს პატიმრებს აწერენ ფულს დღეს პატიმრებს აწერენ ფულებს და ოჯახის წევრებს უწევთ მათი ვალების ციხეში გასტუმრება დღეს რიგით პატიმრებზე კანონიერი ქურდები და მაყურებლები ახორციელებენ ძალადობას სკაიპით ნათლავენ ვთქვათ ქურდებათ ციხეებში და განუკითხაობა ხდება და ეს უნდა ვაღიოთ თუ ჩვენ გვინდა რომ წესრიგი დავამყაროთ თორემ თუ ციხეებში წესრიგი არ დამყარდა ეს კრიმინალური სამყარო გადმოვა ციხის გარეთ და პრაქტიკულად დანაშაულის რიცხოვნობის ზრდა მკვეთრის და ისევ მოხდება იმიტომ რომ მიუხედავად იმისა რომ ასე ვთქვათ მთავრობა თავს არ აკლებს რომ დანაშაულს ებრძოლოს მაინც საგრძნობი მატება არის ამ კუთხით და ის რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო სტატისტიკას აყალბებს რეალური მდგომარეობა ჩვენ ხო ვიცით საზოგადოებამ ხო იცით რომ კრიმინალი რეალურად გაზრდილი არის და ამას უფრო ფართო მასშტაბები ეძლევა ბოლო პერიოდის განმავლობაში ამიტომ ჩვენ გვჭირდება ერთობლივი ბრძოლა ჩვენ გვერდში დაგიდგებით ამ ბრძოლაში რომ კრიმინალურ სამყაროს ერთხელ და სამუდამოდ სახელმწიფომ საზოგადოებამ გააცეს პასუხი და თავისი ადგილი მიუჩინოს ციხეების კრიმინალურ სამყაროს ადგილი არ არის ის რომ მართავდნენ ციხეებში არსებულ მდგომარეობას მართავდნენ პროცესებს პოლიტიკაში მართავდნენ პროცესებს საზოგადოებაში და ასე შემდეგ ამიტომ ჩვენ რეალურად არსებულ პრობლემებზე უნდა ვისაუბროთ და ამას უნდა მივხედოთ, თორემ ის რომ წარსულში რაღაცა ხდებოდა კარგის და ცუდით, ეს საზოგადოება ყოველწლიურად არჩევნებში აფასებს და ის გადაწყვეტილებები, რომელიც მიღებული იქნა ბოლო არჩევნებში, ამის ნათელი დადასტურება არის, მაგრამ ჩვენ მომავალში უნდა გავიხედოთ, დღეს საზოგადოებას აწუხებს კრიმინალი, დღეს საზოგადოებას აწუხებს ნაციონალური მოძრაობის, როგორც თავი ოპოზიციური პოლიტიკური ძალის მიმართ პოლიტიკური დევნის საკითხები, დღეს საზოგადოებას აწუხებს უმცირესობების, მათ შორის რელიგიური უმცირესობების მიმართ განხორციელებული აი ეს ზიზღის რიტორიკა და ალდობრივი რიტორიკა და ასე შემდეგ. აი ამ პრობლემებს უნდა მივხედოთ ჩვენ მე მგონი. კაპიტან მანენა, გააქვთ სურვილი რეპლიკისთვის და შემდეგ შეკითხვა გაქვთ. შეიძლება ვუპასუხებ 2 წუთით. დიახ. რა თქმა უნდა, მე ერთი რამე მინდა ვთქვა, რომ რაც შეეხება მაყურებლებს, ეს სისტემა არ არის დღეს ასე ვთქვათ აღმოცენებული, სამწუხაროდ ეს იყო შევარდნაძის ეპოქაშიც, ეს იყო მანამდეც, ეს იყო სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც. სამწუხაროდ ეს არის ის სცენი, რომელსაც ჩვენ უნდა ვებრძოლოთ, გეცახებით, რომ ქურდულ სამყაროს ამ მაყურებლებს რაღაცა ციხეში დამნაშავეების მხრიდან ციხის კონტროლს ჩვენ უნდა ვებრძოლოთ და ამ მიმართულებით ძალიან სერიოზულად მუშაობს სასჯელ აღსრულების სამინისტრო და შესაბამისი სტრატეგია არსებობს თუ როგორ უნდა შემცირდეს ესეთი გავლენები დამნაშავეთა სამყაროში, თუმცა მე მინდა გითხრათ, რომ ეს თქვენს პერიოდში იმ 9 წლის განმავლობაში როგორ ფიქრობთ, არ იყო ეს ციხეებში ძალიანაც კარგად იყენებდა ასე ვთქვათ, თქვენი ხელისუფლება იმ ეგრეთ წოდებულ ავტორიტეტებს და ეს დასანგრევია. ეს სისტემა რომ დასანგრევია ცხადია, მაგრამ
ძალიან გთხოვთ რომ სწორად შეაფასოთ რა ხდებოდა ისიც ხდებოდა ადმინისტრაციის მხრიდან როცა იგივე დამნაშავეები გაიხსენეთ გირგულიანის მკვლელები როგორ რაღაც ექსკლუზიური მომსახურებით სარგებლობდნენ როგორი პირობები ჰქონდათ ციხეში როგორ ბრუნდებოდნენ ისინი ღამღამობით ოჯახებში ეს თქვენი ადმინისტრაციის ხელშეწყობით იყო ეს დანაშაული იყო რომელიც არასოდეს არ უნდა განმეორდეს ცხადია და არ შემიძლია არ უპასუხო თქვენი გენერალური მდივნის ასე ვთქვათ პოლიტიკური დევნის ბრალდებას ეხა იცით რა არის ის რომ გენერალური მდივანია ვანო მერაბიშვილი ნაცმოძრაობის მანამდე ის იყო შინაგან საქმეთა მინისტრი რომელსაც და ასევე პრემიერ-მინისტრი თანამდებობაზე ყოფნის დროს თუ კი მას კავშირი ჰქონდა გარკვეულ კანონდარღვევებთან სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულებთან და მას ბრალი ამაში აქვს დაყენებული როგორ ფიქრობთ რადგან ის გენდივანია პასუხისგებაში არ უნდა მიეცა ასე ვთქვათ სამართალდამცავ ორგანოებს და თქვენ დემოკრატია ასე გესმით რომ დამნაშავე პირი არ დავსაჯოთ თუ კი ის დამნაშავეა იმიტომ რომ ის რომელიღაც პოლიტიკური პარტიის გენდივანია მე მგონი დემოკრატია ასე არ ესმით ევროპაში არ ესმით ასე რომ დამნაშავე პირი არ უნდა დაისაჯოს იმიტომ რომ ის პოლიტიკურად თურმე აქტიურია ჩვენი ბრალი არ არის თუ უგულავას რაიმე კავშირები ქონდა რაღაც კორუფციულ სქემებთან არ ვიცი ეს უნდა სასამართლომ გადაწყვიტოს და კიდევ ერთხელ ხალხს უსვამ სასამართლო დღეს არის დამოუკიდებელი პროკურატურისგან და ხელისუფლებისგან თუ არ დაუდასტურდა ამ ადამიანებს დანაშაული ცხადია მას გაამართლებენ ასე რომ განსხვავება ის არის გაამართლებელი განაჩენი აბსოლუტურად მიუღწეველი იყო თქვენი ხელისუფლების პირობებში დღეს ეს ასე არ არის ჩვენ ნელ-ნელა მივდივართ სასამართლოს თავისუფლებისკენ მაგრამ ცხადია პროკურატურას ძალიან ბევრი მოეთხოვება პროკურატურას მოეთხოვება ყველა იმ საჩივარზე რეაგირება დიახ რომელიც ეხება თქვენი ხელისუფლების მიერ ადამიანების მიმართ ძალიან მძიმე დარღვევებს უფლებების რომელიც უკავშირდება დიახაც სამართლიანობის აღდგენას და ცხადია ნებისმიერი ბრალდება უნდა იყოს დასაბუთებული და შესაბამისი არგუმენტებით გამყარებული. დიდი მადლობა კაპიტანი მანენა. ბატონ ლევან ჩვენი საუბარი ფაქტიურად უკვე როგეწურება და ამიტომ ბოლო შეკითხვა უნდა დაგისვათ ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით აი მოდით რომ გითხრათ კონკრეტულად დაგვისახელოთ თქვენი 9 წლიანი მმართველობის პირობებში აი ყველაზე მთავარ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტს რას გამოარჩევდით აი რამდენიმე თუ ჩამოგვითვლით თუ კი გახსენდებათ ესეთი ყველაზე მთავარი ყველაზე მძიმე ვითარება მე ჩვენ ვისაუბრეთ ამაზე როგორც აღმოჩნდა მაინც ციხეებში არსებული მდგომარეობა იყო ამ საქსაუბარი არის ძალადობის ფაქტებთან მიმართებაში თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ ჩვენ საღამოს უნდა შევაფასოთ ის პოზიტივები რაც გაკეთდა ამ მიმართულებით იგივე ის რომ პატიმრებს ჰქონდათ შედარებით ნორმალური პირობები 2003 და წარსული წლებთან მიმართებაში იგივე ის რომ გახორციელდა რეფორმები და რაღაც სარეჟიმო დაწესებულებები შეიქმნა და გარკვეული კანონმდებლობა მოწესრიგდა და ამავდროულად ეს საუცილებლად უნდა ვაღიაროთ მაგრამ ის რომ ძალადობის ფაქტებს ჰქონდა ადგილი და სათანადო შიდა კონტროლის მექანიზმები აიქნა ჩადენილი რომ ესეთი დანაშაულებები თავიდან აღუკეთა ეს ბუნებრივია პრობლემად რჩებოდა ასევე პრობლემა არის ის რომ ასე ვთქვათ ბიზნესის მიმართ გარკვეული ასე ვთქვათ ზეწოლის ფაქტები იყო თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ ბევრი სხვა მიმართულებებით საგრძნობი გაუმჯობესება იყო ადამიანის უფლებების მდგომარეობის ბევრი მიმართულებით ხო იგივე პოლიციის მხრიდან პოლიციასთან მიმართებაში ურთიერთობაში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ბევრი ამას აღიარებენ ყოველ წელს აღიარებდნენ საერთაშორისო ინსტიტუტები რომ ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა პერიოდულად წლიდან წლამდე გაუმჯობესდებოდა თუმცა რეალურად პრობლემები როგორც მაშინ არსებობდა ეხლაც არსებობს პრობლემები რატომღაც ლევანდელი ხელისუფლება ამ პრობლემებს ცდილობს რომ თვალი დახვეწოს ამასთან დაკავშირებითაც გითხავთ ბატონ ლევან ამასთან დაკავშირებით გითხავთ თუმცა აი ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტთან ნუსხაში თუ შეიტანდით თქვათ 26 მაისს 7 ნოემბერს 26 მაისთან მიმართებაში თქვენი ცდომ მიმდინარეობს სასამართლო პროცესები და მე დარწმუნებული ვარ სამართლებრივად ამ ასე ვთქვათ კითხვებს და ამ ასე ვთქვათ ეჭვებს პასუხი გაეცემა 26 მაისთან მიმართებაში ჩვენ გვახსოვთ რომ რეალურად არსებობდა კანონდარღვევის ნიშნები თვითონ ის აქცია ასე ვთქვათ უკანონო ხასიათი ჰქონდა ორგანიზატორების პოლიტიკური ზაფხობის შესახებ საზოგადოებას მოეხსენება თუმცა შემდგომ როგორ მოხდა იქ ძალის გამოყენება და ასე შემდეგ რამდენად
რამდენად ადეკვატურად და ამავდროულად ეს გამოძიების საგანი არის, თუმცა ის ბრალდება, რომელიც ვანო მერაბიშვილის მიმართ არის წარდგენილი, აბსოლუტურად აბსურდული არის, იმიტომ რომ მათ შორის საერთაშორისო ფირმებმა, ავტორიტეტულმა ორგანიზაციებმა დასკვნები დაწერეს ამ კუთხით, თუ რამდენად კანონშესაბამისად განხორციელდა პროცედურები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ საუბარი დღეს ჩვენ უნდა ვფიქრობ, უნდა ვისაუბროთ, ჩვენ თუ გვინდა რომ მომავალში უკეთესი მდგომარეობა ქონდეს, წინ უნდა გავიხედოთ და მუდმივად წარსულზე საუბარი. კი ბატონო, აი დარღვევის ფაქტები ამ ერთი წლის განმავლობაში მოკლედ გითხარით, იმიტომ რომ დრო გვეწურება. საზოგადოება უკვე დაიღალა აი 9 წელის ხსენებით. ჩვენ საზოგადოებას მთავრობისგან ელით კონკრეტულ ნაბიჯებს გაუმჯობესების კუთხით და რეალურად გაუმჯობესება ამ მხრივ არ შეინიშნება, რეალურად პრობლემები არსებობს ციხეებში, პრობლემები არსებობს უმცირესობებთან მიმართებაში, პრობლემები არსებობს პოლიტიკური სტაბილურობის და პოლიტიკური ოპონენტების დევნასთან მიმართებაში, ეს კონკრეტული ფაქტები მე უკვე ჩამოთვალე. აი ამ თემებზე უნდა ვისაუბროთ და ამ თემებზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, თუ ჩვენ გვინდა რომ რეალური მდგომარეობა გამოვასწოროთ და არ ასე ვთქვათ, არ მივიღოთ ის ვითარება, რომელიც ჩვენ წარსულში ქონდა. დიდი მადლობა ბატონო ლევან, ეს იყო საპარლამენტო უმცირესობის წევრი ლევან ბეჟაშვილი, უნდა დაგემშვიდობოთ. დიდი მადლობა რომ იყავით დღეს ჩვენთან ერთად. და გადავალ შეკითხვით ქაბატონ მანანასთან. ქაბატონ მანანა, ჩვენი დრო იწურება და ძალიან ცოტა დრო გვაქვს. ერთი წუთი გაქვთ ჩემ შეკითხვას რომ პასუხი გასცეთ. მოდით გვითხარით, რა არის თქვენი აზრით მთავარი ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები, რაც გამოყოფდით აი ამ ერთი წლის განმავლობაში. მას შემდეგ, რაც თქვენ ხართ ხელისუფლებაში, რა ადამიანის უფლებების დარღვევები დაფიქსირდა საქართველოში? მე ძალიან მოკლედ გეტყვით, ნებისმიერი დარღვევა არის მთავარი. ყველა არის მთავარი ჩვენთვის, დაწყებული კორტავას საქმით, იგივე 17 მაისით, იგივე ჭელას ინციდენტით, მაგრამ აბსოლუტურად განსხვავებული ვითარებაა ჩვენ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ, თუნდაც ჭელას შემთხვევაში თქვენ იცით რომ მინარეთი ისევ დაბრუნდა თავის ადგილზე და შესაბამისად რეაგირებული იყო ეს ყველაფერი სახელმწიფოს მხრიდან, იგივე 17 მაისის ფაქტი, როცა გამოძიება დაიწყო და სასულიერო პირსაც კი წაუყენეს ბრალი, თუმცა შემდეგ მოხდა გამართლება სასამართლოს მიერ. ანუ ის რომ სასამართლო დღეს თავისუფალია, ის რომ ჩვენ რეაგირებთ ამ ყველაფერზე, როცა მედია თავისუფალია, როცა თქვენ შეგიძლიათ ამაზე ღიად ისაუბროთ და როცა ჩვენ საჯაროდ საუბრობთ ამაზე და ხელისუფლება ანგარიშვალდებულებას გრძნობს საზოგადოებასთან. აი მთავარი ეს არის. ცხადია, ყველა ფაქტი არის მნიშვნელოვანი, უნდა იყოს გამოძიებული, რეაგირებული და ჩვენ წარსულში ვიხედებით იმიტომ, რომ წარსულიდან მოგვდებს, დიახ, ძალიან ფუნდამენტური დარღვევები, რომელსაც რეაგირებას, რომელზეც ითხოვს საზოგადოება და მე ერთ ციფრს გეტყვით. ერთი ციფრი მინდა ვთქვა, როცა ადამიანის უფლებათა კომიტეტში 13,000 განცხადებაა შემოსული და ყველა მათგანი ეხება სწორედ წარსულში ჩადენილ დანაშაულებს, ძალიან მცირე გამონაკლისის გარდა. თუ შევადარებთ წინა წლებში, როცა 1000 განცხადება თუ შემოვიდოდა, სწორედ ეს მეტყველებს იმაზე, რა ვითარება იყო წლების წინ, თუნდაც შარშან წინ და რა ვითარებაა წელს. ამიტომ აბსოლუტურად განსხვავებულ რეალობაში ვართ და რაც მთავარია, ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ ყველა საქმეზე და დამერწმუნეთ დაიძლევა ის პრობლემები და სახელმწიფო და ხელისუფლება იქნება და არის ორიენტირებული ადამიანის უფლებების დაცვაზე და არა დარღვევაზე, სამწუხაროდ, როგორც ეს იყო მთლიანი პოლიტიკის ნაწილი ნაციონალების მმართველობის პერიოდში. დიდი მადლობა საკანონმდებლო ორგანოს ვიცე-სპიკერს ქაბატონ მანანა კობახიძეს. რეკლამის შემდეგ ჩვენი სტუმრები იქნებიან ნინო კალანდაძე, რამა საყვარელიძე და მამუკა ჟღენტი. ვისაუბრებთ როგორც ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე, ასევე უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე, ასე რომ დაგვალოდეთ.